ზურგის ტკივილი. ალბათ ეს გახლავთ ყველაზე ხშირი და გავრცელებული პრობლემა და ამ პრობლემას სხვათა შორის თავისი ფრაზები მოყვება ხოლმე. ხშირად მოისმენთ ალბათ, წელი გამიშეშდა, გადაეცემა ტკივილი ფეხს, ზურგიდან მოდის ტკივილი, ფეხი გამიშეშდა. მოკლედ, არაერთი სიმპტომით შეიძლება აღიწეროს ეს, თუმცა დიაგნოზი ხშირად ერთია ხოლმე და მიზეზი. რა შეიძლება იყოს ეს მიზეზი, ბიჭებო? ალბათ რაც შენახწერეთ, იკა ეს სიმპტომატიკა დისკის თიაქარს ნიშნავს. ნამდვილად და ზუსტად ჩვენი სასაუბრო თემა არის დისკის თიაქარი, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ხშირია და ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ეს პრობლემა აწუხებს, ვფიქრობ ძალიან დააინტერესებთ ეს თემა. რეკვიზიტისკენ გადავინაცვლებ და შევეცდებით ჩვენს მაყურებელს აუხსნა ყოველივე ეს. წარმოვიდგინოთ ეს ორი ხის დაფა არის ხერხემლის მალები. ეს მწვანე ნივთიერება არის ჯელისებური ნივთიერება, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ამორტიზაციაში. ანუ, როდესაც ჩვენ სიმძიმეს ავწევთ, ან გადავხტებით, გადმოხტებით, სპორტით ვიქნებით დაკავებული, თუ ელემენტალურად სკამს ერთი ადგილიდან მეორეში გადავდებთ, ამ დროს თავის თავზე იღებს ამორტიზაციის ფუნქციას ეს ჟელისებური ნივთიერება, ანუ მალთაშუა დისკი, იმისთვის რომ ძვლები არ დაზიანდეს და არ მოხდეს ტრავმა. მოდი ახლა ახსნათ რა არის მალთაშუა დისკის თიაქარი, ხო? როდესაც დატვირთვა იზრდება, დაუშვათ ჩვენ გვიწევს ძალიან მძიმე რაღაცის აწევა, ამ დროს ეს ხერხემლის მალები ერთმანეთთან ახლოს მიდიან და იწვევენ ამ მალთაშუა დისკის, ან ჟელისებური ნივთიერების დაჭყლეტვას. დაჭყლეტვის შემთხვევაში ვითარდება თიაქარი. აი შეხედე და ეს თიაქარი კი არ გვტკივა. მართალი ხართ, იკა ეს თიაქარი გამოდის გარეთ, აი ნახე, და მართალი ხართ, იკა ესეთი ასიმეტრიული ხდება ზუსტად და აი შეხედე აწვება აი აქ გარშემო არსებულ ნერვებს, რომელიც გამოდის მალებს შორის და ხდება სხვადასხვა სენსორი ნეირონული გრძნობელობის დაკარგვა. ეს იქნება დაბუჟების შეგრძნება, როგორც შენ აღნიშნე, წაერთვავან, გადაეცემა ტკივილიო, შეიძლება მოძრაობის შეზღუდვაც იყოს, ან ზოგადად აუტანელი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ამ ნერვთან შეხება. ანუ რა მიზეზებით შეიძლება წახალისდეს ეს თიაქარი და მისი გაჩენა? მთავარი მიზეზები რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი ეს არის ტვირთის არასწორი აწევა. თამეთანხმები რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს გვიწევთ რომ რაღაც სიმძიმე ავწიოთ. ეს შეიძლება იყოს ჩანთა, ხო? მძიმე ჩანთა. აბა აიღე ჩანთა. ესე ავიღებდი ამ ჩანთას. ეს არასწორი ქმედებაა. ესე ვიღებ ჩანთას. ძირითადად ნებისმიერი ადამიანი წელში იხრება თიკა და ისე იღებს. ესე, კი ბატონო. ნაცვლად იმისა რომ მუხლებში ჩავჯდეთ და ისე ავიღოთ. დამანახეთ ადამიანი ასე რომ იღებდეს. ერთადერთი ვინც ასე იქცევა, იცით ვინ არის? ალბათ შენ. არა, ორსული ადამიანია, ერთადერთი ესე რომ იღებს ზიმეს, რა ვიცი, ნებისმიერ ნივთს. თან ორსულობა თუ დიდ ვადას არა, ნაყოფს უფრთხილდება, საკუთარ წელს კი არა. თიკა დამეთანხმები რომ ოფისის თანამშრომლებში და მძღოლებში დისკის თიაქარი ძალიან ხშირია, რადგან ჯდომისას ხერხემალზე დატვირთვა თიკა ორჯერ იზრდება. როგორ წესი, როგორ ვხედავთ? ან ასე, ან ცალმხარეს, ან რაღაცნაირად. არასწორი ჯდომის მანევრი. ეს არავინ არ ზის ალბათ რა? ან ესე ყველაზე ხშირად. ნამდვილად ესეა ჩემო თიკა. ერთადერთი რასაც ვერ შევთვლით ეს არის ასაკი. და მინდა გითხრა რომ დროთა განმავლობაში დისკები ნამდვილად კარგავს წყალს, შრება და ადვილად ზიანდება. მაგრამ შეიძლება მოუვაროთ ჭარბწონას. აიღეთ იკა ეს განტელები. მე რა ვქნა ლევან? წარმოიდგინე რომ შენ 10 კილოგრამით მუდმივად მეც ატარებ. ეს მოხდება მაშინ შენ თუ 10 კილოთი გასუქდები. ეს რა თქმა უნდა აწვება ხერხემალს და შესაძლოა გამოიწვიოს დისკის თიაქარი. კეთილი, ანუ ჭარბი წონა, ბევრი ანუ კილოგრამების სიმრავლე, არასწორი აღება მძიმე ნივთების და მჯდომარე ცხოვრება არის ერთ-ერთი წამყვანი რისკ ფაქტორები. რისკ ფაქტორი ასევე ასაკიც, რომელიც ვერ შევცვლით სამწუხაროდ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივხვდეთ აი ამ ჩვენი ჩივილების მიზეზს, ხო? და სიმპტომატიკა იქნება ალბათ წამყვანი, რაც მიგვახვედრებს. რა სიმპტომატიკა ახასიათებს თიაქარს? კი ბატონო, თიკა ბევრს გონია რომ თიაქრის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი ეს გახლავთ წელის ტკივილი. და მეტი არაფერი. ეს ასე არ არის. ხას უამრავი სხვა სიმპტომები ახასიათებს. მაგალითად, ტკივილის გადაცემა
გამეორდები, რაც შენ ახსენე, კლასიკური დამახასიათებელი ნიშანია. თიაქარი არის წელის მიდამოში, ტკივილი მიდის ხშირად დუნდულას მიდამოში და იქ აისახება ეს ტკივილი. ასევე შეიძლება ჩავიდეს ფეხის უკანა ზედაპირზე და თითებამდეც იყოს ქვემოთ დისტალურად ჩასული. მეორე სიმპტომი ეს გახლავთ დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ხელში ან ფეხში და შეგრძნება წააგავს თითქოს აი ჭიანჭველები დაგდის კანის ზედაპირზე. კიდევ ერთი მესამე სიმპტომი ეს გახლავთ სისუსტე კუნთებში. ადამიანს ძალიან უჭირს ამ შემთხვევაში ქუსლებზე ან ფეხის წვერებზე თითებზე დადგომა. ასევე შეიძლება გაუჭირდეს ელემენტარული ნივთების ხელში დაჭერა. გამიგია ხოლმე რომ ადამიანები ელოდებიან, როდის გაივლის ეს ტკივილი. მაინტერესებს ეს არის თუ არა სწორი დაკვირვების ესე ვთქვათ ვადა რომ ისე საკუთარ თავს და შეიძლება თუ არა გააფუჭოს ამ რამე. თუ ტკივილს გავაყუჩებთ და ექიმთან არ მივალთ, შესაძლებელია პრობლემა გართულდეს. მაგალითად, გამოსულმა თიაქარმა თლიანად გადაკეტეს ნერვული არხი. ამამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის პარალიზება. ასევე ყველაზე საშიშ გართულებას წარმოადგენს შარდის და კუჭის მოქმედების შეფერხება და მოშლა, დისფუნქცია. ეს უკვე გადაუდებელ საოპერაციო მდგომარეობას წარმოადგენს. და ოპერაცია რადგან ახსენე, გადაუდებელი, მოდით ჩვენს გავიგოთ უფრო მეტი ქირურგიულად როგორ შეიძლება იმართოს თიაქარი და სტუმრებთან ერთად შევძლებთ ამ ყოველივეს. ნეიროქირურგები ველოდი გახარია და ალექსანდრე კორწაძე შემოგვიერთდებიან. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ქართული წყალით გაგიმასპინძლდეთ, წყალი მთის გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გთავაზობთ და ეს გახლავთ ბრომატის გარეშე მიირთვით. თან ხერხების დისკისთვის კარგი არის ძალიან. კარგია, მშვენიერი, დავლებს წყალს, მარტო ეგ თუ გვიშელის, მაგრამ თუ ქირურგიულ ჩარევაზე მიდგა საქმე. აი რამდენად ხშირია ხოლმე მალთაშუა თიაქრის დროს ეს ქირურგიული გარდაუვალი ჩარევა. ზოგადად მალთაშორისი დისკის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. პულსის ზავთა დაავადებების შემდგომ სიხშირით მოდის უკვე ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები. რაც შეეხება ოპერაციის საჭიროებას, არც თუ ისე ხშირია. ძირითადად ყოველთვის ვიწყებთ კონსერვატიული მკურნალობით, მედიკამენტოზური, სარეაბილიტაციო საშუალებები, გამოუვალი მდგომარეობა როცა არის, მხოლოდ მაშინ მიმართავთ ქირურგიულ ჩარევას. რა სახის ქირურგიული ოპერაციები ტარდება კერძოდ აი ამ მიმართულებით, რომ მალთაშორისი დისკის თიაქრის რამდენიმე მიმართულება არსებობს ქირურგიული ჩარევის, ეს არის ღია დისკექტომია, ასევე არის მინი-ინვაზიური ქირურგიული ჩარევები. რა არის ენდოსკოპიური დისკექტომია? ენდოსკოპიური დისკექტომია არის მინი-ინვაზიური ოპერაციის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გვაძლევს საშუალებას, რომ გავაკეთოთ ოპერაცია მინიმალური განაკვეთით, მინიმალური ჩარევით და მთელი არსი ამ ოპერაციის არის ის, რომ რაც უფრო ნაკლებად დავაზიანებთ ქსოვილებს, მით უფრო უკეთესი რეაბილიტაციის პერიოდი ექნება პაციენტს. ღია წესით დისკექტომია არის შედარებით დიდი განაკვეთი, შედარებით უფრო მეტად ინვაზიური პროცედურა, რაც გულისხმობს ირგვლივდებარე ქსოვილების გაჭრას, მათ შორის კუნთის მაგალითად აშრევებას, ძვლის ფანჯრის უფრო მეტად გახსნას, ხოლო ენდოსკოპიის შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ აი კალმისტარის ხელა აპარატი ჩადის კანქვეშ, ხოლო ძალიან ცოტა ქსოვილს ეხება და შესაბამისად ინვაზიაც აქედან გამომდინარე არის ნაკლები. თქვენთვისაც ამარტივებს ხო ეს ენდოსკოპიური ვერსია, თვითონ ოპერაციის პროცესს არ ვიცი რამდენად, ალბათ სარეაბილიტაციო და ზოგადად შედეგზე უკეთესი თავარი განსხვავება რაც არის დისკექტომია, ენდოსკოპიურ დისკექტომიასა და ღია დისკექტომიას შორის, ეს არის არა ჭრილობის სიმცირე, არამედ თვითონ რა მეთოდით ხდება მიღწევა დისკის ქსოვილამდე. ღია დისკექტომიის დროს ხდება კუნთების გაჭრა, ძვლოვანი ფანჯრის მოკნეტა, შემდეგ უკვე ჩანს მალთაშორისი დისკის თიაქარი. ენდოსკოპიური დისკექტომიის დროს არ ხდება კუნთის გაჭრა, ხდება უბრალოდ გაწევა კუნთი. და მოკნეტა? ხშირ შემთხვევაში არ გვჭირდება ძვლოვანი ფანჯრის მოკნეტა, იმიტომ რომ პატარა კამერით ჩავდივართ დისკის ქსოვილთან და პატარა მიკრო ინსტრუმენტებით მუშაობთ დისკის ქსოვილზე.
ეხლა რო წარმომადგენინოთ, რას ნიშნავს? აი ამ თიაქარს ჩამოაჭრით და ეს არის დისკექტომია თუ არის კიდე რაღაცა, რასაც დავუშვათ აყენებთ როგორც ფარს, რომ კვლავ არ მოხდეს ამ თიაქრის გადმოჟღენთვა. ოპერაციის მთელი არსი ის არის, რომ აი უკვე გადმოვარდნილი დისკის შიგთავსი, ეს ჟელესებრი მასალაც არის, აწვება ნერვს. მთელი არსი ის არის, რომ ნერვი გავათავისუფლოთ ოპერაციის დროს, ხო? ხო, და ეს ტექნიკურად როგორ ხერხდება? აი ამის ჩამოჭრით გადმოდინებული სითხის? უკვე ისი არის ამოვარდნილი, რომ ერთიან მასად შეგვიძლია ამოიღო მთლიანად. რითი შეივსება ის შორისი, ასე თქვა, მალებს შორის? შემაერთებელი ქსოვილი. თუმცა ძალიან კარგი შეკითხვა. თავის ძალიან კარგი შეკითხვამდე მივდივართ, ეხლა უკვე გადავდივართ ჩვენ უბრალოდ დისკექტომიიდან KG-ის გამოყენებით გაკეთებულ ოპერაციაზე, რასაც ამ შემთხვევაში ცირთულიდან გამომდინარე აქვს მნიშვნელოვანი გამორჩევა პაციენტის რა შემთხვევაში უნდა ჩავაყენოთ KG. სტანდარტულად მხოლოდ დისკექტომიის ოპერაციაზე პაციენტს, რომელსაც აქვს ახლად გამოვარდნილი თიაქარი, ესეთი ოპერაცია არ ჭირდება, საკმარისი არის ნერვის განთავისუფლება. თუმცა არის სხვა პათოლოგიები, როცა მალის სხეული, მალის სხეულთან მიმართებაში არის შეცილებული არამდგრადობა არის და ამ დროს უფრო მეტი სტაბილიზაციის მიღწევის მიზნით დიახ, ყენდება დისკის ჩამონაცვლელი KG. ზემოთ მთავარ შეკითხვას დაგისხავთ, რა განსხვავება პოსტოპერაციულ პერიოდს შორის? ძალიან დიდი განსხვავება არის, ვინაიდან პირველ რიგში ინტრაოპერაციულადაც ვიტყვით, რომ ენდოსკოპიური დისკექტომიები მრავალ ევროპულ ქვეყანაში ანესთეზიის გარეშეც კი კეთდება, ვინაიდან განაკვეთი იმდენად მცირე არის, პროცედურულად არ არის საჭირო პაციენტის ანესთეზიაში შეყვანა. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები არის ჩარევა, ყველა ქირურგიულ მიმართულებაში ეს არის, რეაბილიტაციაც უფრო მარტივი არის. ამ შემთხვევაში ენდოსკოპიური დისკექტომიის დროს თუნდაც ინტუბაციის გზით რო წავიდეთ, მე იმ საღამოსვე თუ არა, მეორე დღეს შეგვიძლია პაციენტი ავაყენოთ, გავატაროთ და გაუშვათ საღამოს სახლში. ეს სწრაფად დაუჯერებელია მართლა. ენდოსკოპის კამერა, რომელთა ჩვენ ვმუშაობთ, არის 3 მმ-იანი. განაკვეთიც პატარა გამოდის 3 მმ-იანი ამ შემთხვევაში? განაკვეთი 4-5 დაახლოებით. თავარი მაინც განაკვეთის სიდიდე არ არის. თავარი არის არა, შეხორცებისთვის ფიქრობ თორე ახლა. არა, აი კანის გაჭრის შემდგომ როგორ ჩავდივართ დისკის ქსოვილამდე. არ ხდება კუნთების გაჭრა, აი იდეალურად შესრულებული ოპერაციის შემდგომაც ხშირია, როცა თიაქრის ქსოვილი არ არის. ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების შედეგად პაციენტებს რჩებათ პოსტოპერაციული ტკივილი. ენდოსკოპიური დისკექტომიის დროს, რადგანაც არ ხდება კუნთის გაჭრა, მოწვა, არ ხდება ნერვის ირგვლივ მდებარე ცხიმოვანი ქსოვილის მოწვა, ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების რისკი მინიმალურამდეა დაყვანილი. ესე იგი, შეიძლება თიაქარი მოშორდეს პაციენტს და ნაწიბურმა ისევ დატანჯოს. მაგის გამო ხელახლა საოპერაციო გახდეს. მაგრამ ის ნაწიბური თუ ისევ ესე ღია წესით არის, ისევ დარჩება. დედა რა მნიშვნელოვანი ამბავი გააჟღერეთ. ახლა თქვენადგან ესეც უნდა იცოდეს პაციენტმა, ვისაც ჭირდება, ხო, დაუშვათ. მე დავსიკითხვა, რომ აი დაუშვათ ვისაც ტკივა და ითმეს და გადავლას ელოდება და რაღაც უკიდურეს ზომამდე მიყვანილი ტკივილით მოდის, აი ასეთ შემთხვევაში ქირურგიული თვალსაზრისით არის ვერა რამე სხვაობა თქვენთვის და პაციენტის შედეგისთვის. ნაადრევად დასმული დიაგნოზი იმის აწინდარია, რომ შეიძლება საოპერაციო არ გახდეს პაციენტი საერთოდ და კონსერვატიულად იმკურნალოს. დიდი ხნით მოთმენილი ტკივილით მოსული პაციენტი ოპერაციის შემდგომაც შეიძლება განიცდდეს ტკივილს, ვინაიდან ეს უკვე ქრონიკულ ხასიათში იყოს გადასული. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა მოიხსნება. სამ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ადამიანი თუ ითმეს ტკივილს, შეიძლება უკვე ქრონიკულ ტკივილად იყოს ჩამოყალიბებული, რასაც სხვა მიმართულებების, მაგალითად ფსიქოლოგიის ჩართვაც გახდეს საჭირო, რომ ეს ტკივილის შეგრძნება დაივიწყოს ადამიანმა სამუდამოდ. უშუალოდ ქირურგიულ თვალსაზრისით რაც შეეხება, რაც უფრო დიდი ხნის გამოვარდნილი არის თიაქარი, რა თქმა უნდა ორგანიზმი ებრძვის, ხო, იმას რაც ტკივა. ხდება კალცინირება ამ თიაქრის გამკვრივება და ჩვენთვის ოპერაციის დროს უფრო რთული არის გამკვრივებული მასის ნერვის გარშემო განთავისუფლება, ხო. იმიტომ რომ იქ მათ შორის ნერვიც ეხორცება ზედ და მისი აშლევებაც რთული არის და აქვე კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ადამიანი თუ დიდხანს ითმეს ტკივილს, ესე იგი დიდხანს ზიანდება ნერვი და შეიძლება დარჩეს სამუდამოდ დაბუჟება ან კიდურში ძალის დაქვეითება, რაც რა თქმა უნდა ცუდია ძალიან.
ესე იგი ასევე მნიშვნელოვანი ვადა მოვისმინეთ, რომელიც არის 3 თვე, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა მოითმინოს ტკივილი. ჯობია რომ არ მოითმინოს. რა თქმა უნდა, ჯობია არ მოითმინოს. კარგი ამბავი ის არის ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ მალთაშორისი თიაქრის შემთხვევაში 90% კონსერვატიულად იკურნება. ეს შეიძლება იყოს ცხოვრების წესის შესვლა, შეიძლება ფიზიოთერაპია, სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები, სხვადასხვა მოქმედებები, რომელიც მოგცემთ შეღავათსაც და შედეგსაც. თუმცა 10% რჩება ისეთი პაციენტებისა, რომლებსაც ეს ვერ შველის და მათ ჭირდებათ ქირურგიული ჩარევა, რომლის ორ ალტერნატივასაც ვისაუბრეთ. რაც თავარია, მძიმეები არ აწიოთ. გამართული ზურგით, ჩაჯექით მუხლებით და ისე უნდა აწიოთ და ასევე დიდხანს არ უნდა ვიჯდეთ, სასურველია. დიდხანს არ ვიჯდეთ. და ალბათ არც ფეხის ფეხზე გადადება იქნება კარგი. მადლობა ჩვენს ექიმებს სტუმრობისთვის და მოცემული რეკომენდაციებისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ, რომ 3 თვე არის ძალიან სერიოზული ვადა და ასევე ვისაც აქვს მიდრეკილება და უშუალოდ ნაწიბურებისკენ, მათთვის დასაფიქრებელია, რომელი მეთოდის ჩარევა იქნება უპირატესი. მადლობთ. მადლობა.